გამარჯობა მეგობრებო, ეს არის მადის აღმძვრელი პოდკასტი, რომელიც იწერება პოდკასტ Point-ში. დღევანდელი ჩემი პირველი ეპიზოდის პირველი სტუმარი არის მსახიობი გიორგი მახარაძე და სანამ სტუმართან გადავალ, მინდა გთხოვოთ, რომ აუცილებლად გამოიწეროთ ჩვენი არხი, გააქტიუროთ ზარის ღილაკი, დააკომენტაროთ, დაალაიქოთ, ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია და თუ მოგეწონებათ პოდკასტი, დონაციის ლინკი აღწერაში იქნება და შეგიძლიათ ასეც დაგვიჭიროთ მხარი. ახლა კი გადავდივარ ჩემ პირველ სტუმართან, ძალიან დიდი მადლობა გიორგი, რომ დამითმე დრო, როგორ ხარ? ძალიან მიხარია, რომ პირველი სტუმარი ყოფილვარ შენი პოდკასტის და წარმატებებს გისურვებ. ძალიან დიდი მადლობა. მოკლედ, ძალიან ბევრი ვიფიქრე ამ პოდკასტის გაკეთებაზე, ძალიან მინდოდა და აი ესე მიხარია, რომ პირველ სტუმრად. იცი რა მაინტერესებს? აი მეც წლებია YouTube-ის დაწყება. გინდა? ხო. მე აუცილებლად გაბედო. ხო, აი როგორ ეგრევე დაიწყე თუ აი შენც ემზადე. იცი რატო? ხო, აი გამოსტილი YouTuber-ებისგან ვიცი რომ ხო. ეგრევე უნდა დაიწყო რა, აი თავარია დაიწყო რა. მეც ეგ მაქვს რომ აი მოიცა ხა აი უკვე გეგმავ რაღაცა ხო აი როგორ მე ის რა შემდეგი რა იქნება როგორ გადავიღებ ის და გონი უნდა დადო და ჩართო და დაიწყო რა. კი, იცი რა, ხო, აი გაბედე, ხა TikTok-ზე რო არის გავარდნილი ეგ საუნდი, ჩემმა მეგობარმა მითხრაო ერთი გოგო რომ ამბობს რომ გავბედეო და მე ყველაფერი გამოვიდაო და ისაც ბევრი რომ მაგას ამბობს, მნიშვნელოვანია, თუმცა მეც დიდხანს ვფიქრობდი მაგრამ მიხარია რომ დღეს აქ ვართ. ხო, კაია რომ დავიწყეთ. ხო, დავიწყეთ მოკლედ და მოდი სანამ სხვა თემებზე გადავალთ ახლა ჩვენი პოდკასტის სახელწოდებიდან გამომდინარე, მადის აღმძვრელი პოდკასტი. სინჯავ ჩემი სტუმრის ამ შემთხვევაში შენ საყვარელ კერძს და მე ვიცი რომ შენ ხარ ვეგეტარიანელი ხო? ან მანამდე skipხედა. ხორცსარჭამ უბრალოდ ხორცსარჭამ რა ქვია ეს ზოგს რაღაც პესკეტარია. ეგენი არ ვიცი მოკლედ სახელები ვიცი რომ ვეგეტარიანელი არის ეგ რომ მარტო ხორცსარჭამ. ან ვეგანი არ ხარ? ვეგანი არ ვარ. ვერ ვარ. გინდა რომ იყო? ისი ამოვნებით. просто ანუ ჩვენთან რავი ანუ ცოტა ის არის რა რთულია რა. რა კუთხით? რა კუთხით და ის უნდა რა დიდი დროის და რესურსის ათმობა უნდა მაგას რომ ვეგანი იყო რომ აი რძის პროდუქტიც რო არ ჭამო მაშინ აი ძალიან მაგაში ჩართული უნდა იყო რა ჭამო მაგის მოძიებაში და დამზადებაში და ასე შემდეგ. აი სადღაც აი ფრანკფურტში ვიყავით მაგალითად 1-2-3 წლის წინ და იქ აი ეს ეკო ეს არის საჭმელი რაც არის, აქ რაც ღირს ყველაზე ძვირი, იქ ღირს ყველაზე იაფი რა და აი ეს რაღაც ვეგანური რაღაც ხორცის ბურგერის კოტლეტები რაღაცები იმდენ რაღაცა არის რომ იქ პირიქით მგონი ეგ უფრო მარტივია ვეგანი იყო ვიდრე არ იყო რა. ხო, აქ უფრო შეიძლება დიდხანს იფიქრო რომ აი სად შეიძინო, მე როგორ გააკეთო, რაღაცა ეგრე და საშუალებაც სჭირდება ისეთი შესაბამისი. ცოტა ძვირიც არის მაგ კუთხით, ხო? კარგად ძვირი არის, იმიტომ რომ რაღაც ერთი ცალი კოტლეტი იმის ბურგერის ღირს რაღაცა 20 ლარი თუ რაღაცა. ხო, და ეხლა როგორ ისწავლო და ეხლა ნუ რამდენი. ერთი ცალი არ ყოფნის განაცხადი. კაი, მოდი თან გამოვიძახოთ საჭმელი. ესე იგი საიდან გამოვიდა ხო? აი ეს მუხუდო ხო? და აი ეს პატარა იყო, ხო? სტანდარტული. ეგ დიდი არის. კაი, სტანდარტული. ხო, კაი იყო. ეგ შეიძლება ბოლომდე ვერ ვჭამო. კაი, ნუ არა უშავს. სიცხარე? საშუალოდ. საშუალოდ სიცხარე. მოკლედ ძალიან გემრიელი არის. გამოვიძახე, გაველოდებით, მალე მოვა. ეგ ვეგანურია სხვათა შორის. და რატომ მუხუდო? ეს მუხუდოში ან ძალიან გემრიელი არის რა, ეგ თვითონ რითიც კეთდება, ყველაფერი მუხუდოთი კეთდება, ის რაღაცა ფალაფელები და ბოსტნეული აქვს და ნუ მე ძალიან მომწონს. ცოტა რაღაც შაურმის კონჩი არის, ხო? მაგრამ ძალიან გემრიელი, რავი, აი ნახე რა. შენ თუ იცი, დაახლოებით 1000 წლის წინ გამოუგონიათ ეგვიპტეში ფალაფელი. არა, ხო, არ ვიცი. და იცი როგორ ითარგმნება? ცხარე ბურთულები. ხო, აი ეგეთი შენ ცხარე გინდა თუ? აი მეც ნაკლებად საშუალო ხარ, ძალიან ცხარე. არა, ხო. აი ეგ არის ერთ-ერთი საჭმელი, აი რითიც აი ნაყრდებში რა, ხო, რა, იმიტომ რომ რთული არის რა, ეხა აი ხორცის გარეშე ესე თან მე როგორ რეჟიმიც მაქვს, აი ხან სადჭამ ხან აი ეგრე ვარ რა, თორე მაგას რო დროს უთმობდე და აი ვამზადებდე და ის
უამრავი რაღაც შეგიძლია მიირთვა ხორცის გარდა ჰუმუსი. აი ეგეც ოღონდ ყველგან არ მომწონს, აი გააჩნია როგორი შეკმაზულია რა, აი ცოტა უფრო ესეთი ადგილობრივი სტილის მომწონს და ძალიან გემრიელია. ფალაფელი სხვათა შორის არ გამისინჯავს ესე გამოძახებით უფრო ჰუმუსს ვიძახებ და ჰუმუსი მიყვარს ხოლმე ერთი ორგან მაქვს ნაჭამი და ძალიან მომეწონა იმიტომ რომ ამ სტილის კერძებიც ძალიან მომწონს და ამ ბოლო დროს მეც ხორცი მიყვარს ხო მეც მიყვარს კი მაგრამ აი რიცი როგორ არის ამ ბოლო დროს უფრო ვარ აი თევზე ვგიჟდები ბავშვობიდან არ გიყვარს თევზი აი ორაგული სუში კი, ეგ კი, მაგრამ ესე თევზი რაღაც კალმახი დორადო და რაღაც დაუჭდე და უჭამო, ეგრე არ მიყვარს. სუში და ორაგული მიყვარს მაგრამ. ხო. აი უფრო ასე ვთქვათ, შებოლილი, უმადრა, ანუ როგორც ესე არის სუში, როგორც კეთდება რა. კი, სუში კი. მაგრამ მე რა ის მაქვს, მე წვალობ ეხლა. მე და მარიამა დავანებეთ ერთად რა და იმას აის გაუჩნდა რა, აი ვეღარ ჭამს რა, აი არც უნდება და აი ხო რა, ესე არის ხოლმე. და როდის გადაწყვიტეთ რომ ეს დრო დადგა? 4 წელია რა. 4 წელი არის უკვე. ხო, კი გავიდა 4 წელი. აი როგორ მიიღეთ? ცხოველების პონჩი დავანებენ, მე პირადად მაგიტო დავანებე რა რაღაცა. ის მე იქ ზევიდან რომ ძალიან ის არის ორგანიზმისთვის არასასარგებლო და ეგ ასე შემდეგ ეგ კიდე ზევიდან ემატება, მაგრამ მიზეზი ჩემი ეგ იყო, ხო რა. და ბავშვი? ბავშვი სახლში ხორცი არ გვაქვს არასდროს და ბავშვი სახლში ხორცი, აი ბაღში თუ მოუწია რაღაცა იქ ჭამა ეგრე ჭამს, მაგრამ ისე ხო ხორცზე არ გიშდება და ნუ სახლში ხორცის ჭამა არ უწევს არასდროს. აი სახლში გაგიმზადებია ფალაფელი? მაგალითად. ფალაფელი არ დავიმზადებია სახლში. აუ ეხლა ვერაფერს ვერ მომზადებ სახლში რა. აი ეგ უფრო აი სანამ ხორცს ჭამდით, მანამდე მე უბზრიალებდი ხოლმე და მე ვწვავდი და ის. მე ხორცს რო დავანებეთ თავი, მარიამმა დაიწყო აი ეგ მოძიება რა, რა ვჭამთ ხო რა და ძალიან ბევრი რაღაცა ხო, აი ძალიან ბევრი რა. მაგრამ მე ესე არ ვიცი ხა სიმართლე რო გითხრა, აი რაღაც ადგილები მაქვს თბილისში, სადაც ვიცი რომ აი რაღაცებს და აი გამოძახებით ხანდახან აი რო გითხარის ბურგერის ვეგანურ ხორცს ვიძახებთ და აი მართლა განსხვავება არ არის აი ვაფშე ესე რომ დაგიტო და არ გითხრა ვერ გაიგებ რომ ხორცი არ არის რა ამას ჩავხსნა რაღაც ვიდეო და ქათმის ხორცივით რაღაცისგან აკეთებდნენ და აი მართლა უკვე მე უნდა მოგეხარშა და ვერ გაარჩევ ვიზუალურადაც ძალიან გავდა ქათმის ხორცს თუმცა სოკო არის ძალიან კიდე ესე ბუნებრივი ხორცი ეგ არის ხის სოკო მართლა ხორცივით არის რა და აი უამრავი საჭმელია მართლა იმდენია რომ თან აი ის არ გექნება რომ აი ესე ჭამა არ არის რა აი ნანაყრდები ძალიან გემრიელად მიირთმე უხორცოთაც აი ხინკალიან მწვადი რაღაც აი სუნი რომ მოგივახო რა ხარგი ნატრება რა მე არ დამემართა ეგ რო აუ ხორცი აი ძალიან მინდება და ძალიან მიყვარს კი მწვადის და სტეიკის და ხინკალის და ყველაფერი და აი მე მაგიტო 4 წლის განმავლობაში კი რამოდენიმეჯერ ვჭამე ხო აი ესე რა აი მწვადი ვჭამე ერთი ნაჭერი იქ ჩემი მეგობრებმა არა მწვადი რა ხო და აი ეგრე ეხა მოდი მე რო არ გასინჯო და ეგეთები 1 3 4 ჯერ აი ესე თითო ნაჭერი მიჭამია და აი ფაქტურაზე შეგრძნება ქონია აი ხო ის მქონდა რომ ისა აი ვერ შევჭამდა ეგ არ მქონია პირიქით რა ძალიან ისე მაგრამ აი ჭამის დროს აღარ გამისწორდა რა ხო, მაგრამ იფიქრე, ალბათ ის მომენტი ქონდა, რომ ხო, კი ძალიან მინდოდა, მაგრამ ხო, აი რატო. ისინი მქონდა რა, აი რას ვჭამდი, ეგრევე თავში ეგენი დამიტრიალდა, ოღონდ სხვანაირად მანამდე მქონდა ეგ, მაგრამ ვიკიდებდი რა და ეხა აი რო ვჭამე, აი თვითონ აი ჭამის პროცესშივე უკვე არ გამისწორდა. მე ძალიან მიყვარს ხინკალი. აი ხინკალი შემიძლია რომ ხშირად იმიტომ არ ჭამ ხოლმე ხა მაინც მოხარშულია და ცომია და აი ხინკალი მიყვარს და რო ვჭამო იმდენად მინდება მე აი ყოველდღე მინდება რომ ხინკალი ვჭამო და ამიტომ თავს ვიკავებ ხოლმე მაგრამ აი მე უფრო აი შემწვარი რაღაცები მიყვარს და აი მწვადი სტეიკი შემწვარი ქათამი წიწილა და რაღაცები აი მე ხო აი სუნები დატრიალ წარმოვიდგინეთ და სხვათა შორის რამდენადაც საუცილებელია მაინც ხორცი სხეულისთვის ესე არა? არა, აბა მითხარი მაშინ აი მაგის
შესაბამისად რაღაცებს დანამატებს იღებენო რო ამბობენ. არაფერი დანამატანი ყველაფრის მიღება შეგიძლია აბსოლუტურად. ეხლა მე ეს რაღაც ორგანიზმი რო ხორცს თავი რო დავანებე, მაგას ვარჯიშობდი რა და ხორცს თავი რო დავანებე აი მაგალითად რომ მოგიყვანო რა თუ კრივზე ვარჯიშობდი რა და აი თუ 6 რაუნდის სპარინგი შემეძლო აი 20 რაუნდზე ავედი იმ ხელა ენერგია მომეცა ხორცს რო თავი დავანებე. ანუ შეიძლება ხორცი უფრო ამძიმებს ორგანიზმს შეიძლება რაღაც ამძიმებს საშინლად ანუ ადამიანის ორგანიზმი არ არის მოწყობილი მაგისთვის რომ ხორცი გადაამუშაოს. ანუ ანატომიურადაც არ არის ეგრე მოწყობილი. ჩვენი აი შიგნით ეს ნაწლავი კუჭი ის ხორცის გადამამუშავებელი არ არის. თუმცა კბილები რა ყველა. ხო, მაინც კარგად ანაყრებს ხორცი. ანაყრებს ეგ არის უბრალოდ სურვილი არის რა შენი ადამიანის რაღაც სურვილი არის და აი სურვილის დაკმაყოფილება არის რომ აი ხა გემეხა არა ისე თითქოს გამიგია რომ ჩემთან ასე ხდეჩებს უთქვამს რომ აი ხორცი შეჭამე იმიტომ რომ აი კარგად დაგანაყრებს მე ანუ შენს კი არა ექიმები გეუბნებიან მაგას ანუ იმდენად ანუ სისულელეს გეუბნებიან აი ხა მაგას ძალიან გავხურდები და აი როგორ არ არის ის საჭირო აი ვაფშე არაფერი მაგაზე ცუდი არაფერი არ არის ხორცს რო ჭამ ორგანიზმისთვის იმას რო თავი დაანებო რომ რაღაცა ჩვევები და ვისაც ჭამ ხო ნუ ეგ ცალკეთ შეჭამო გემრიელად აი რა შეჭამე რა ისე რომ არ მოკლა გემრიელად აი მაგას რო დაუფიქრდე ისე მართლა ძალიან უცნაურია და გიყურებია იმ პროცესისთვის, აი მაგალითად ქათმის დაკლან. ქათმისას მიყურებია ღორის დაკლაც მიყურებია ბავშვობაში, შეულებრივად, ეგ ჩვეულებრივი ამბავია რა. ანუ მიმაში გიწერენ სამკურნალოდ დიეტას რო გიწერენ, მანდ გიწერენ ხორცი ჭამეო, ანუ აი როგორ რაღაცას გეუბნებიან, იცი აი რა მაგალითი მოგი. და შეიცავსო და უნდა ჭამო რკინაო და ვისა ხორციო და ყველაფრის მიღება შეგიძლია აბსოლუტურად ყველანაირი ცილის, ყველანაირი ვიტამინის, აი აბსოლუტურად ყველაფრის მიღება შეგიძლია ხორცის გარეშე და ბევრად კარგად იგრძნობ თავს. ხო, უფრო მსუბუქად და ისე. და ანუ თვითონ ორგანიზმში სისხლიც ბევრად სუფთა გექნება და ენერგიაც უფრო მეტი გექნება. აი ვარჯიშის დროსაც აი ხორცი თუ არ ვჭამე, რა ხორცი თუ არ ვჭამე, ანუ არის და ფილმებიც არის დოკუმენტური, შეგიძლია ეგეც ნახო, ანუ მთელ გუნდს და იმერს ვეგანურ დიეტაზე რო სვავენ. რახოთზე იჩთებიან სპორტსმენები, აი ნახე რავი ეგ შეგიძლია მოიძიო ჩვეულებრივად. და შენ კრიშ ტრენერი გეყოლებოდა ალბათ, ხო? და თქვათ ეგრას გეუბნებოდა რომ აი რო იცის რომ ხორცს არ ჭამდა. აი როგორ ვარ რა გეტყვი რა, იმდენად ზუსტად ვიცი, ნუ და ზუსტად ვიცი რომ ეგ არის სისულელე და მითი რომ რა ვიცი ვინ უნდა ჩამოვიდეს და მითხრას რომ ხორცი. ანუ ეგრეა რა, მორჩა ამბავი. აი ბავშვობის გემოებს რო გადავიდეთ, ბავშვობაში აი რა გახსენდება ეხა რომ ის საყვარელი საჭმელი რა იყო მაგალითად? ნუ მაშინ არის. მაინც ხო იცი რაღაც კარტოფილი და კარტოფილი შემწვარი. რა, კარტოფილი შემწვარი ბავშვობაში ყველაზე მაგრამ ეგ მიყვარდა რა. და ხახს ვერ ვიტანდი და დღემდე ვერ ვიტანდი. კი. და ამას ანუ დედა გიმზადებდა ბებიისგან თუ აი როგორ აი უფრო შემწვარი კარტოფილი ესე გახსენდება ხო? ტყემალი და კარტოფილი. მწვანე ტყემალი კარტოფილი. ხო, მე მწვანე წითელი. ხო, ნუ წითელიც ძალიან კაია. მწვანე იმას ახალ კარტოფილს ხო, ახალ კარტოფილს, მაგრამ მე მწვანე ძალიან მიყვარს რა მაინც. მე მჟავე ტყემალი მიყვარს, აი კბილი ტყემალი არ მიყვარს. მე ხო იცი ბავშვობის გემოზე რა მახსენდება რომ მკითხო და დღემდე უკვე მე რამდენი წელია ეს არის ჩემი ბავშვობის გემო დღემდე მოყვება. მოკლედ გიждები ნუტელაზე რა. აი გიждები ნუ შემწარი კარტოფილისას და ყოველი შენ პატარა ხარ ხო ჩემზე თუ 31-ის. არ მეტყობა ხო? ხო, არა პატარა მეგონე და მეთქი რომელ ბავშვობაზე ვლაპარაკობთ ეხლა მე ჩემსაზე თუ ამის. აი აქვე გადახვევას. თქმის ხო რამე 90-იანი ვარ. ხო არა აქვე იმ დღეს ტაქსიში ვზივარ და ის მძღოლი მეკითხება რომ ისო შენ რომელ სკოლაში სწავლობ? და მე ხათქლად ეს უნივერსიტეტში ვსწავლობ. და აი უკვე იმდენად ყველა მეუნება ხოლმე რომ აი ვაიმე არ გეტყობა იმდენად მეზარება ხოლმე. თქვი მაშინ ჩემოშვა ნუტელა იყო აი რა. ისი ალბათ 5 წელიწადში. პირველად მამა ჩემა ჩამომიტანა გერმანიიდან. და მე ჩემო კინდერი და ის ნუტელა იყო ის. ნუტელა ჩამომიტანა და მაგის მერე აი მართლა დღემდე აი ხაც რომ მოხვიდე ნუტელა უეჭველი მაქვს. შეიძლება პური არ მქონდეს, მაგრამ მაგ და ოღონდ როგორ ჭამ. ნუტელა და პურს არა. ანუ ეს დღის განმავლობაში შეიძლება საერთოდ აღარ ვჭამ ნუტელა. დილით აუცილებლად დილა იწყება ნუტელასთან. უსმოსზე ნუტელათი იწყება. ხო, აი დოპამინებს, ესე იგი დილაობით დოპამინის მოთხოვნილება. და ოღონდ ნუტელას კი არ უსვამ ჯერ.
ანუ გახუხულ პურს ვუსვამ კარაქს. მართლა. და ზემოთ აი გთხოვ გასინჯე მე და. ხო და არა, მაგაზე ძალიან ბევრი, მაგ ჩემი მეგობარი შვება ეგრე. ანუ პირველად რო ექნა კარაქი წაუსვა და მე ნუ რას აკეთებ მეთქი. კარაქის წასმა, ანუ ორ კარაქს უსმევ. ხო, მაგრამ იმას მიყავს აი რაღაც ნაყინის გემოზე მიდის გესმის? ხო და მაგაზე ვერ წავენ. მე ვჭამდი, ანუ ამას მე ვჭამ, ანუ ნუტელას და პურს ყველს ვატანა, ან შეიძლება იმაზე ხაჭაპურს წაუსვა ნუტელა და ეგრე ვჭამ. ეგ არ გამისინჯავს. მაგაზე არ მიფიქრე, ხაჭაპური. ხო, ყველი და ნუტელა მიყვარს ერთად მაგრამ. აი ყველი და ნუტელა მოუხდება. ხო, ეგ არის, ანუ პური ყველია ხაჭაპური და ზევიდან ნუტელა ის. ხო არ გამოვიძახოთ ნუტელა. მიდი გამოვიძახოთ. აი ხა გამოძახებაზე მოკლედ ჩვენი საჭმელიც მოვიდა და თან ჭამოთ. Coca-Cola. ეს ერთნაირებია, ხო? ხო. აბა ნახოთ. ხო და ცოტა ისეთ საჭმელია იწუწება და ეს არის. აი, გავსინჯოთ უბრალოდ თან შენც ნელ-ნელა. აი. დავიწყო. მოიცა, მიდი. შაურმა გიყვარს? შაურმა გემოზე კი, მაგრამ მე შაურმა არ მყარები არასდროს. ანუ ამას შაურმის მუღამით არ ვჭამ რა, ეს თვითონ გემო მიყვარს ამისი ძალიან გემრიელია, აბა. აბა მიდი. წავიდა? 1-2 უნდა რომ ჩახვიდე ხელით. ხო, თავიდან აუ ის არ გვაქვს ხელსახოცი თუ გვაქვს. გაციებულა. საგვიფრეშო. ო თბილი კაია. კაია. კაია და. სიცხარით უხდება. ხო, მე ვჭამ ძალიან ჩქარა რა. მაჰა მე ვერა. ერთხელ რაღაცა დაგვიდეს თურქეთში ვიყავით და საჭმელი ერთდანდეს და ეს მიმტანი რაღაცა უთხარით კიდე. და ის ანამ წავიდა და ეგ რაღაცა მოიტანა ეს უკვე ნაჭამი დავახვედრე და მეორე აი ძალიან ჩქა მაგას სანამ ნახევარზე ჩადიან ხოლმე მე ნაჭამი მაქვს და აბა შენ ორ ლუყმაში უკვე შენ თურმე ორ ლუყმაში უკვე აღარ იქნება და მინდი გასჭამე ჩვენიერი ნოიჰა აი Coca-Cola მაგა ყველაფერს უხდება მოშიებული ყავი ახლა შეერი კვირით მოხვედი ხო სპეციალურად ხო გითხარი ხო რო აქ მეჭა ხო ეხლა მაგას ხორცს გეკვა ხო რა ჩემთვის აკაი ხო რა პროსაც ხელი ასწორებს უფრო რა გაციებული მომიტანა თორე დიდხანსაც ველოდით აუ თბილიც გასინჯე რა ესე ცოტა ის არის მე წარმოიდგინე აქ ყველაფერი არის თბილი უკვე სხვანაირად იქნება რა ფერის არ არის და ცივი მაინც სხვა ფაქტურას იღებს რა მე ხელიც გასინჯე და ნუტელაზე ვამბობდი რომ ხაჭაპური და ნუტელაზე არა იცი თქმა მინდოდა რომ ხო ნახე როგორ მომწონს გახუხულ პურზე კიდე იმიტომ უსვამ ამ კარაქს რომ ცხელზე ცივი და აი ცივ კარაქზე მე რო ის ნუტელა და აიცივის და ცხელის კომბინაცია მოკლედ ძალიან მომწონს რა ცხელზე ნუტელა კაია კი შოკოლადის მაგრამ აი კარაქი და მე ნუტელა ეგ ცოტა მე ერთხელ ვცდი არ გამისინჯავს მაგრამ ცოდე შენ სადე ყველი მიაყოლე მაგას აი რასაც ჭამ просто ყველის მიაყოლე ეს საზამთროსაც რო აყოლებენ მას რა ქვია ყველს პურს თუ ყველსაც პურსაც რავი ეგეთები არ გამისინჯავს მე ერთი ეგ მიყვარს რა ტკბილთან მიყვარს აი შენ ნუტელასთან ამასთან ყველს უეჭველი ვაყოლებ ხოლმე ძალიან შენ ესე კულინარიად შეგიძლია ხო სავარაუდოდ იქაც ხო იყავი სამზარეულოს ომებში ხო სწორად მახსოვს ფინალში ვიყავი. ფინალში იყავი და ვინ იყო შენი მეწყვილე? მე და სალომე ფაცია, ბარბიკო გარაჟი. მე ბოლოს რა გამზადეთ? ანუ შეგძლები თუ სალომეს უფრო შეუძლია და თქვა ერთად უფრო კარგად შეეწყეთ თუ სალომე პრო არის რა. მე სწავლობდი ისა და რაღაც ერთად იდეას მოვიფიქრებდით და მე ვსწავლობდი როგორ დავამზადო და მე ვიყავი იქ ტექნიკურად რომ უცებ მემუშაო ფინალში ანუ როგორც ამბობენ, იმიტომ წავაგეთ, რომ ვეგეტარიანული ისინი გავაკეთე, სამივე კერძი გავაკეთეთ ვეგეტარიანული და წააგებ, მაგრამ თავარი აქ სხვა რამე იყო. მონაწილეობა. თავარი იყო, რომ იქ სიმართლე დადებული იყო. რაში მართლა? არა, ნუ ვეგეტარიანული უხორცო გავაკეთე ფინალში და ეხლა წარმოიდგინე, ანუ
საქართველოში კი არა ყველგან რა ვისადაც გინდა ეხა სამზარეულოს ეგეთ შოუში რომ უხორცოს აკეთებ ანუ გაწირული ხარ თავიდანვე ეგრევე რა ჟიური რას ამბობდა და მიხვდებიან რომ პირიქით უნდა იყოს მოვადრო და ყველაფერი სიმართლე თავის სახელი დაეყრდნობა ხო ჩვენ დროს გაუსწარით და ბორბიკო ხო არა შეზაეწევიან მე და დაეწევიან არ დაეწევიან უკვე დაწეულებიც ვართ ოდესმე ხო უნდა მივხვდეთ რომ იმიტომ რომ გავძღე ვიღაცა არ უნდა მოვკლა რა აი რა უნდა მარტივი აი გამოდი ცოტა ხო მაგრამ ვიღაცა მოვა და ხა იცი რას გეტყვის რომ ღმერთმა ის ქათამი ძროხა და აი ცხოველი იმიტომ ღმერთმა რა აი მაგას უთხრა ღმერთმა რომ აი ეხლა მოკალი თუ რა უთხრა რა თუნდა მაგას რა მისთქმა რომ არ უნდა მოკლა იმიტომ რომ ჭამოშო მარტივია ხო ნუ ხა ბევრს ესე ჯერა რომ ანუ ეგ ისე კი არ არის ანუ ის როხაცო სიტყვაზე რო არ დაკლავ ის ავისით მაინც მოკვდებაო მალევე რომ მაგის არის განწირულიო რა ბოლო დროს კიდე როგორ არის ყველაფერზე რა მარტო მაგ იმაზე კი არა ყველაფერს უსვამ შეკითხვას რა აი რაღაცებს რომ რაი რატო ხო რაი რატო რა ამიხსენი არგუმენტირებულად ხო ანუ ეს არის ესე და რატო არის ეგრე რა ანუ იმას ვიღაცას კი არ ვეკითხები ჩემ თავს ვეკითხები და მივყვები რა ჩავყვები ანუ ვცდილობ რომ ეგენი რაც აი დაპროგრამებული დაზეპირებული ესეთ ბეჭად დარტყმული რაღაცეები გვაქვს რომ ესეა ეს ცუდია ეს კარგია ეს ესეთია ანუ რა ვინ თქვა ვინმან და ვინ არის ის ვინ რას ქვია ვინ არის იმან თქვა ეგ განოლებული მაქვს აი ყველაზე ვაფშე არ არსებობს არავინ რომ ეს იმიტომ რომ იმან თქვა გავყვე ბოლომდე რა ანუ ჩავეკითხები რა ჩემით მივალ მაქამდე რომ ესეა თუ არ არის და რას ვიგრძნობ რა რომ ვიგრძნობ ხო შემთხვევაში მე მგონი ეს არგუმენტირებული პასუხი არ აქვს ხოლმე რა აი ეგრეა ყველაფერი არის ეგრე 95% აი რა თემაც გინდა აიღე ეგეთი აი გინდაც მორალს რაც ეხება და გაყევი რა აი პროსტა გაყევი და სადმე თუ მიგიყვანს გამაგები მიგიყვანს მაქამდე რომ იმან თქვა აი მაქამდე მიგიყვანს ყველაფერი ვაფშე რა და ეგ მორჩა რა იმან თქვა არა ის მაგაზეც ანუ ეგ უკან გათიშე ყველაფერი აი ნებისმიერ რაღაცაზე რა აი თუნდაც მაგაზე გამორთე ვაფშე აი მეხსიერება რომ არ არსებობდეს რომ არ გახსოვდეს რომ იმან ეს თქვა ან ეს იმიტომ აი არ გაანოლე ვაფშე ყველაფრის ცოდნა ჩათვალე რომ არაფერი არ იცი ვაფშე ხო და წარმოიდგინე ახლა შია ხო და დარბის იქ გოჭი ჩაჭალი გოჭი მაინც გამოუჭრა ყელი და და აი და მოსულა აი რაღაცას ხო იგრძნობ შიგნიდან რაღაც პასუხს ხო მოგცემს შენი თავი რომ აი მოსულა ეგ თუ არ მოსულა რა თუ მოსულას გეტყვის დავაი მინდი დაკარნი და თუ არა თუ არ მოხდა მე მეუბნება ეგ რომ არ მოსულა და ხო გააჩნია უკვე შენ შინაგანად როგორ გზნობ თავს ხო და ყველაფერზე აი შვილს ესე არ უნდა უთხრა თუ რაღაც მამას ესე არ უნდა უთხრა და აი რატო წავედით რატო აბა რატო ხო აი თუნდაც რომ ამბობენ ხოლმე რომ აი შენი მშობელია და არ უნდა უთხრა გასაგებია მშობელია შეიძლება აი ხო ოკეი მაგრამ კითხვა დასვა და არისო რა დასაქოქი სათამაშოს ავიწყდი და წადი და დაამთავრეს ცხოვრება ხო ეხლა თან შვილებზე დავიწყეთ ლაპარაკი და შენზეც ანუ ისედაც ცნობილი არის რომ მაინც ძალიან ისე ექცევი და ისე ზრდი რამდენი ჭამე აი მაცადე ისე ზრდი რომ აი თავისი აზრი კონდეს თავისი გადაწყვეტილება მიიღოს და არა ისე რომ აი მაგალითად ეს შენ ახლა ეს დღეს ეს უნდა ჭამო შენ ის უნდა გააკეთო რაც მე თავის იდენტობას აკარგვინებს სამომავლოდ რა თან შევჭამე და შენ აი მოდი ერთს მეც მოვუჭა ამოვიყო რა მუკბანგების ყურება გიყვარს მუკბანგის გას ერთი აი ოჭამე და თან უყურებ ძალიან როჭამენ და მაგას უყურებ როჭამენ ეს პერიოდი ძალიან ის იყო გავარდნილი რაღაცა ხდება ალბათ ტვინში მაგრამ ხო აი ნუ შენ გინდება ალბათ და გაჩნდა რაღაცნაირად ჭამა გამაღიზიანებლადაც აი ხმები რო ისმის ეს მე არის რა მეგობარმა დაიწყო ეხა მაგის TikTok-ზე მაგის კეთება და ეგრე ჭამს სპეციალურად საბა ზაკალაშვილმა ხო არის ცნობთ მუჭიერესი მუსიკაში ვახო რა მაგრამ ნუ აი ჭამაში ხმამაღლა ჭამაში იპოვა
მისი ხაზი და სხვათა შორის მაგის ვიდეოებზე რო ნახებ და რა უცნაური ეს TikTok-ის ალგორითმით თუ ხალხიც თუ არ ვიცი ა მუსიკის ვიდეოებს უფრო შეიძლება არ ქონდეს ნახე აი ასე ჭამ რო გადახედე და ეგრეა ყველაფერი ხო და აღარ ჩვენს ჭამ ხო და აბა გვიყურე ახლა ესე ვარ ჭამ სპეციალურად ხმით არა ძალიან კაია მართლა და ხო და ნუ სასარგებლო ბავშვზე რაც ვკითხე ხო რა ვიცი კი ეგრე არის ვცდილობთ რომ მაქსიმალურად იგრძნოს რომ დამოუკიდებელი პიროვნება არის რა ჩვენ რა თქმა უნდა იმას კი არ უნდა წავიდეს იცხოვროს ხა ვინ როგორ გაიგებს ეგეც ხო და მაგას ვთქვი ყველაფერს აი მაქსიმალურად უკვე 4 წლის არის დილით ბაღში წასვლის წინ თავისით ჩაცმულ და ხორული რასაც უნდა როგორც მაქვს ხოლმე ნანახი და ძალიან საყვარლად იცვამს და სხვა შორის რაღაც თავისითაც ქმნის ხოლმე ხო რაღაც ესე მინდა შვება ხო ყველაფერს თავისით ანუ ტანსაცმელზე ვიძახი თავისით იცმევს იმაზე ეს რაღაც შორტზე ზევი და რაღაცა ეგრე რა ვარიაცია მიჭერი რომ ესეთი იყოს აქ ეს დამახატე და დიზაინერი არის თავისი მისი ლუკის მოკლედ თვითონ რა რატო არ უნდა არ ვიცი რა ისე იცმევს და ისე იმაშვება რომ ნახოთ რა უნდა რა ვიცი და ელენე უკვე თინეიჯერობაში არის 15 წლის უკვე აი ეს ასაკი ხო ელენეს საერთოდ სხვა იმაზე არის ხა ეტაპზე ცხოვრების რა უკვე გოგოების ამბავში შედის ხო და ის ბავშვი აღარ არის რა ეგრე აი ძალიან უცებ მოხდა რაღაც აი გაიზარდა უცებ ძალიან პატარა იყო ეხლა რა აი ნიკას ხელა პატარას კი არ ვიძახე აი ნიკა რო დაიბადა ელენე იყო აი ბავშვი იყო რა ძალიან პატარა და ეს და უცებ დიდი გახდა რა აი რაღაც ერთი ზაფხული გავიდა ხო რაღაცა ეგრე ძალიან უცებ მოხდა რომ უცებ გოგო გაიჩიტა რა სხვათა შორის ნიკას სახელზე მინდა კითხო, იმიტომ რომ სახელზე თავიდან რო შეგეძინათ, ანუ ბევრისგან გამიგია, რომ ისო ნიკა რატო დაარქვესო და რაღაცა რა და მე მგონია რომ ქალღმერთი ნიკეას ამბავში ეგეც არის ხო, მაგრამ ნიკა ანუ ხო რა ვიცი ავიხსენი მოკლედ. ვინ დაარქვა? ჩვენ დავარქვით რა. ერთობლივად ეს კი, ხო, კი. და მე ეხა უკვე აღარც მესმის როგორც მეც ეგრე მესმოდა რა ეხლა როგორც აი ბიჭის სახელი ხო რა ნიკა აღარ მესმის ეგრე ეხლა ნიკას რო ვეძახი ჩემ მეგობარ ნიკას რო ვეძახი ვინმეს ანუ ნიკოლოზი სხვა არის ნიკა სხვა არის ეგ სხვანაირად მესმის ეს აღარ მესმის რა ეხლა აი წარმოგიდგენ მაგაშიც როგორ აი მანდაც ეგ რო ამუშაო რა აი ხა ბახში რა არც ერთ მაგის ასაკის და ცოტა დიდ ბავშვსაც არ უყვირს ნიკა რო გაიცნობს და ნიკა ვარ ჩვეულებრივი ამბავი არის მაგათთვის ანუ არ მოიცადა გოგო არა ხარ აი მშობელს უკითხავს ვიღაცის მშობელს რა ქვია ამბავს იქ რო ყოფილან თავისთვის და ნიკა უთხოვს ხო მაგრამ გოგო არა ხარ უკითხავთ ხო ეგ მომენტი ყოფილა რო აი უკითხავთ რო აი ნიკა ხო ანუ ეგ რო გადავწყვიტეთ რომ ისე მაშინ ხო საერთოდ ნიკა ხო ახლობლებისგან და ალბათ ოჯახის წევრებისგან იყო ხო რაღაც კითხვის ნიშნები არ იქნებოდა ნიკა მაგრამ ეხა ის არის ვიღაცები აი შინაურებს გეუბნები ვერც ეძახდნენ ნიკას ნიკა რაღაცა ის არა ეხა იმდენად ჩვენთვის ძალიან ეხა უკვე ვეღარ ვხვდები აი სხვისგან როგორ აღიქნება რა იმდენად ჩემთვის საერთოდ აღარ არის ეგ ამბავი რომ აი ნიკა ვერც წარმომიდგენია რომ სხვა რამე ერქვას რა ერთი ორი გოგო არის ჩვენთან ვიცი ვისაც ნიკა ქვია რა უკვე არის? კი, უკვე არის. უკვე არის? ხო, მე მეგონა რომ ეს საქართველოში შეიძლება ერთი ორი მე ვიცნობ ვისაც ქვია ნიკა. გარდა იმისა, რაც ვილაპარაკეთ ახლა ოჯახი ახლობლები, აი ახლა რა პროექტი გაქვს? ეგეც საინტერესოა. სად არის პროექტი? არ არის პროექტი? არა, ეხლა არაფერი ეგეთი, ანუ ჩემი პროფესიის ამბავში თუ გულისხმობ ან სერიალი ან ფილმი ან რაღაცა არაფერი არ არის. ცალკე ეს რაღაც კომპანიებთან თუ თანამშრომლობ და ასე შემდეგ, რა თქმა უნდა. პროექტად ეგრე ფილმად სერიალად არაფერი არ არის, აი ხანი არ ყოფილა 1-2 წელია. აი ხა მაგალითად რო იყო დიდი პროექტი, აი მაგალითად ჩემი ცოლის დაქალებიც რო ავიღოთ და აი მაგ პერიოდში შენ კიდე სხვა მსახიობებს ყოველდღიურად ასეა თუ ისე სულ თვალში გვხდებოდნენ და ხედავდით ხო ტელევიზიებიდან და არ გვავიწყდებოდა. ნუ ეხლაც არ გვავიწყდება, მაგრამ ხო ხდები ყოველდღიურად რო უყურებ და ეს ანუ შენი
თქვენი აზრით რა არის, რომ აი რამე არ არის იდეები და ინვესტიციები, თუ უბრალოდ რაღაცა კულტურული კრიზისის ამბავი შეიძლება იყოს, აი რას მიაწერ შენ რა ხდება? ანუ რას მივაწერ, სიტუაციას მივაწერ უეჭველი, იმიტომ რომ ძალიან ბევრი რაღაცა გაჩერდა, რაც ქვეყანაში აირია რა სიტუაცია, მაგის მერე აი ძალიან მკვეთრად ძალიან ბევრი რამე გაჩერდა რა. ანუ მარტო ის ფილმები და სერიალები კი არა, ისედაც აი სხვა რაღაცა პროსტა კომპანიების რაღაც ეგენიც კი იმას ქნა რა მიიძინა. ცოტა მდორე სიტუაცია გახდა. ხო, რაღაც ხო რა, ეხა მოდის გადაღება დავიწყოთ თავი და ის არავის არ ქონია რა. და ეხლაც ჯერჯერობით რაღაც მაგის გამოყოლილში არის რა იქ ამბავი. ხო, აი ხანია ესე გადაღება და აი ეხლაც რაღაც სერიალები სინო გაუშვეს, აი ადრე გადაღებულები გაუშვეს. ბოლოს ვიყავი სოსობლიაძე და ქადაგიძე გიორგი იყვნენ რეჟისორი, უხილავი თამაშები, ეგ იყო ჩემი ბოლო პროექტი რა. მაგის მერე სერიალი და ფილმი არ ყოფილა. ხო, იმიტომ რომ მაინც აი ძალიან დიდი როლი ითამაშა ჩემი ცოლის აქალებმა და აი ეგეთი ესეთი სერიალები ჩემი ცოლის აქალები ნუ ის არის, ხო იცი რაღაც გაიზარდა თაობები მაგაზე და ისეთი სერიალია რა, ანუ აღწერს ყველაფერს რაც ხდება რა. ჩემი ცოლის აქალებამდე რას ფიქრობ, აი როგორ შეიძლება განვითარდეს აი ეს ამბები, რომ დღეს ცოტა მიძინებულია. ფიქრობ, რომ შეიძლება იყოს ცოტა ისევ გამოფხიზლება და ეს ქართული სერიალები, ფილმები უფრო გაგრძელდეს კიდევ უფრო. ვერ გეტყვი ესე ნახდა თუ ერაფერს აი ჯერჯერობით არ ჩანს. არა, ეხლა ამეტავზე არაფრის გაგრძელების. აი კავეა რო არის მაგალითად ხო იღებს ფილმებს. აი პროექტი იყო ეგ ისა რაც გითხარი უხილავი თამაშები, კავეას პროექტი იყო კი და მან ვიყავი ბოლოს და ეხა კიდე რაღაც ორი პროექტი გაუშვეს, როგორც ვიცი, ეგეც ოღონდ აი მანამდე გადაღებული რა, ცოტა არეულობებამდე. ხო, იცი რა, შეიძლება იფიქრო, რომ აი კაი თქვა ტელევიზიას აღარ აქცევენ ყურადღებას და აი უფრო შეიძლება იფიქრო, რომ YouTube სერიალები ეგრეც არის, ხო, უფრო ეგრე არის. ალბათ შეცდ იყო ერთი რაც ტელევიზიით გადიოდა. და ის რაღაც სერიალი არის კიდე. ფეხბურთზე რა, ეგ პირველ არხზე რო გადის მგონი, ხო, ბოლო სეზონი. ოღონდ ეგ ხო YouTube-ზე იყო თავიდან. ბოლო სეზონი. ეგ არ ვიცი, ხო. ეგ YouTube-ზე იყო მე მგონი და ეხლა იქ უშვებენ. ანუ YouTube-ი და ეს ეხლა კავეა ფაქტიურად ალბათ უფრო პოპულარული არის ეხლა ვიდრე სერიალს. ხო და მაქიდან გამომდინარე ხო არ არის ის რომ ტელევიზიებში აღარ, მაგრამ აქაც დიდად არ ჩანს YouTube-ზე. არა მგონი, ეხლა თქვათ რამე ვინმე აი YouTube-ზე რო ვიღაცა სერიალს აკეთებდეს, მან შეიძლება ტელევიზია შეთავაზოს, რომ რაღაც იყიდოს რაღაც და ტელევიზიითაც გავიდეს ეგ სერიალი ის, მაგრამ არ არის რა, არა. მოთხოვნაც არ არის თან. გამბავინდარია რა. მოთხოვნაც არ არის სავარაუდოდ. მოთხოვნა როგორ არის, მაყურებელი ყავს ყოველთვის რაღაც სერიალი ნორმალური თუ დაიდო, ყველა უყურებს ტელევიზორში. კი, როგორ ჩემ ცოლის აქალები მართლა ძალიან ისეთი მართლა ყველა ერთად გავიზარდეთ და ლეგენდარული სერიალია, იმიტომ რომ ხო რა მართლა ეს ორი დიდი ესეთი პროექტი აი რაც Friends რო შუა ქალაქში ერთი ეგ ხო იყო, მანდაც ხო იყავი შენ? შუა ქალაქში ძალიან პატარა ვიყავი ხო მაშინ სტუდენტი ვიყავი. პოხორა თუ პოხორა საიდან ამოაგდე ეგ ხო არა ხო მახსოვს ეგ და დღემდე უყურებს ყველა შუა ქალაქს და მე სახშიც ახლა საჭამის დროს შუა ქალაქში ან ჩემი ცოლის აქალები ძალიან ბევრისგან ვიცი და მეც სახში პირადად რომ ჭამასთან ერთად რო გინდა უცებ რამე ჩართო შუა ქალაქში და აი ხო რო გვეგონა სხვათა შორის რომ შუა ქალაქშის მერე აი რა იქნება ისეთი რა უნდა იყოს იმიტომ რომ მართლა თავისი წინადადებებით ყველა სცენარით თელ საქართველოს მაგით ლაპარაკობდა და მე უცებ მოხდა ეს წამოიღო ჩემი ცოლის დაქალებმა და შენ როგორ როდის მოხდი? შენ რა შუაში მოხდი ხო მაშინ? მე სადღაც მგონი 2016 თუ რაღაცა აი მაგ დროს რა, რომელი სეზონი იყო ესე ნახდა ხო არა სეზონი ესე არა, მაგრამ ხო და მე მაგის მერე დაწყებული იყო სადღაც ჩემი ცოლის დაქალები 2011-ში დაიწყო მე როგორც მახსოვს.
ხო, რაღაცა ეგრე რა, ალბათ, ხო. შუაში მოხდი სადღაც. მაგის მერე რავი 1-6-7 წელი კი ვიყავი მან, ხო. და შენმა როლმა ძალიან თავ მოძებნა, ხო? შემზო ხანდახან არაფერი არ ხდებოდა, მე რაღაც უცებ რაღაცეები ხდებოდა და მაგრამ მაინც დასამახსოვრებელი, ძალიან დასამახსოვრებელი როლი ქონდა და შენ რას ფიქრობ, ანუ დასამახსოვრებელი როლი ქონდა ისედაც ისეთი იყო თუ აი შენც ძალიან მსახიობური ამბებით გამოაჩინე და წარმოაჩინეს როლი? არ ვიცი, ხა მე მაგაზე ჩემი იმაზე როგორ შევასრულე მაგაზე მე ვერ ვილაპარაკებ, მაგრამ მან ალბათ ყველაფერი ერთად ამბავი იყო რა, იმიტომ რომ სცენარიც, თვითონ პერსონაჟი, თვითონ ტიპაჟიც რანაირიც არის რა, ეგეც ხო გაიარე გამოიარე და ხო, რამდენიმე წელი იჯდა თამაშობს. ხო, ჩემ ხარაც 30 წლის ტიპი სახში ხო. რამდენია ისე სხვათა შორის მართლა. ხო რა და ეგ იყო რა, ყველაფერი ერთად და რაღაც ისინი აი გვერდზე რო გაიხედავი რაღაც მეზობელთან და ისო და ყველა ეგეთი პერსონაჟი იყო რა, არავინ რაღაც მოგონილი არ იყო მართლა იქ სადაც გაიხედა. და კარგი რა არის, იცი, აი რაღაცა ისტორიასავით შემოუნახა ამდენ წლიანი ისტორია რო გადაახვევ, აი გაიხსენებ. მე რომ ეგეთი ის არის, აი შეცდე მაინც ისეთი, რომ აი რაღაც მომენტში მგონია რომ გაგრძელდება რა. მე სხვათა რაღაც ხანდახან არის ხოლმე ხმები დახეული, რომ აი გაგრძელდება, ხო არაფერი ხო? ხო ეხლა გასაგებია რომ არ იქნება. არის საერთოდ ხსენებულა რომ რამე ხო არ რაღაცა რა ეგეთი არ არის. ეხლა არის აი გაყინული ბოლო. ხო. და შენი როლი მაქსიმე დარწმუნებული ვარ რომ მაქსიკო. ძალიან ბევრს შეიძლება ქუჩაშიც დაეძახა შენთვის. აი შეიძლება საერთოდ აღარ ახსოვთ რომ ახარან გიორგი ხარ და ნახე მაქსიმე მოდის. ნამდვილად ეგრე. ხო ყოფილა არა სულ ეგრე არის ხო. და რა უთხოვიათ აი ფოტო შეიძლება ან რაღაც მოსვლან? კი, როგორ არა. მე პროსტა ის არის, აი რომ გაიგივებენ ცოტა ეგ. ხო, აი ეგ იცის, ბევრს მსახიობს უთქვამ სხვათა შორის, რომ აი სერიალები კი კაია, მაგრამ თან იმდენად გაიგივებული ვარ, რომ აი სპექტაკლზე მაგალითად რომ მოვიდე და გიყო, შეიძლება აი გიორგი კი არა, მაქსიმე მიტრიალებდეს თავში. ეგეც და ისედაც ეხა რაღაცა რომ გამოელაპარაკები, გელაპარაკებიან როგორც სერიალის პერსონაჟს და ნატული როგორ? აი ცოტა ის არის, რა ქვია, ცოტა თეატრში ხარ? აი ახლა ვაპირე პერსპექტაკლში ეს ექსკლუზიური. აბა. არ ვარ არსად აღარ ვარ საერთოდ პირიქით, ანუ აღარც მინდოდა რა რაღაც ერთ სპექტაკლში ვიყავი და იქიდანაც წამოვედი, იმიტომ რომ არ მიშდება მოკლედ სურვილი რა თეატრში ყოფნის. ხო და ეხლა რაღაც პროექტზე ვილაპარაკეთ, მოკლედ აი ცხელცხელია. აბა ცხელცხელი, მიდი. ხო და ისა რა ქვია. მან ვიქნები რა მოკლედ ერთ სპექტაკლში ვითამაშე. რომელ თეატრში? ქალაქის თეატრში. და ვნახოთ რა რაღაცა მან. როდის შეგვიძლია შენი ხილვა? არ ვიცი, ჯერ აი უბრალოდ შევიკარით ვინ ვართ და ანუ სცენარი არის, რაღაც როლი შეიძლება იცი ასე თუ ისე რომელი კონდეს. ხო, ამბავი არის რა, ვიცით რა უნდა და იდგას და ვიცით ვინ ვიქნებით რა და ეხლა იწყება მაგაზე მუშაობა და ვნახოთ რა. და რატომ მოგინდა? რატომ მინდა და თვითონ ამბავის გამო მინდა ხალხის გამოცალბად ხალხის გამო რა თქმა უნდა ვინც ვიქნებით თავის რეჟისორია მსახიობებიანად და თვითონ ჟანრის გამოც რა დეტექტივია რა და ისეთი თქოს თანამედროვე ის არის რა რაღაცა პიესა არ არის ეპოქალური რაღაცა არ არის რა და ვთქვათ წლის ბოლომდე შეიძლება აი როგორ არის დეკემბერში ვერ მოვასწრებთ და მოდი იანვარში აეგრე მიდის ლაპარაკი და ვნახოთ რა ხო რა იქნება საინტერესოა ესეც ჩვენი ახალი ინფორმაცია რომელსაც ჩვენი მაყურებლები მადის აღამზრდელი პოდკასტიდან შეიტყობენ და ძალიან მიხარია წარმატებები მადლობა წარმატებები და იცი რა მაინტერესებს ეს სპექტაკლს მაინც თავისი მუღამი აქვს და თეატრს არა იცი რა მე მაგის გემო არ მაქვს რა გაგებული ისე რომ აი გითხრა რომ აი ხო აი ეხლა რა ბევრი ჩემი მეგობარი არის და ბევრი სახიობი და სერიალი გირჩევნია ხო
რომელსაც აი ეგ აქ რო აი არ შეუძლია რა იმის გარეშე რა ემოცია უნდა რომ იქვე არის მაყურებელთან ხო და იქ რაღაცა ის არის ხო რა მე პრაქტიკაც არ მქონია მაგ ხელა რომ აი ეგ მომესწრო რომ შემყარებოდა რა ხო და თან ცოტა ის არის რა აი თვითონ თეატრის თამაშის ის სტილი და ის მანერა არ მომწონს არა ხო მე კომფორტულად ვერ ვარ რა მაგაში ისე დეტექტივში აქამდე არ გვინახი ხარ შენ მე მგონი ამ დეტექტივში ეს სპექტაკლი არის მაინც რა თორე ისე რა ეს უხილავი თამაშიც ეგია ხო უხილავი ეგეთია და რაღაცებში ვარ ამ ყოფის სანკაი ხო პატარ-პატარა რაღაცები და ესეც საინტერესოა და ისევ ჩემი ცოლის აქალებს რომ დავუბრუნდე შენ მითხარი რომ 2016-დან ხარ მანდ ხო და ახლობით ეგრე და აი თუ შეიძლება აი ორი სიტყვით ასევე ჯანმრთელობის პრობლემებზეც მე როგორც მახსოვს რაღაც 2017-დან თუ 18 იყო ანუ ჩემი ცოლის აქალებში იყავი უკვე უიეკი არ მახსოვს თუ არ მახსოვს ეგ როგორ იქნებოდი ალბათ ვიყავი 16-ში თუ ვიყავი კი როგორ არ ვიყავი იცი რატო ამბობ ანუ მაინც კი არა ზუსტად ვიცი რომ ვიყავი გამახსენდი კი და აი 16-დან ვიყავი მე მაინც მალევეც დაუბრუნდი ასე ვთქვათ ძალიან სადღაც 1 წლის ამბავი იყო ეგ თელი ჩემი ამბავი თავის ოპერაციან კურნალობიან ყველაფრიანად რა და მე მგონი ეგრევე ხო შენ თურქეთში იყავი თურქეთში ვიყავი ხო ოღონდ ოპერაცია მე აქ გავიკეთე ხო თურქეთში ვიყავი უკვე მე ყველაფერზე რა ანალიზებზე კურნალობაზე ქიმია და რაღაცეებზე რა მაგაზე უკვე აი იქ გაიკეთე ქიმია იქ დამინიშნეს იქიდან წამოვიღე ყველაფერი, просто აქ დამიერთეს რა. ხო, მესმის. და როგორი იყო მაინც შენთვის აი ეს პროცესი? მგონია რომ ძალიან ძლიერად და მხნედ იყავი. თავისით ვიყავი ეგრე რა, რისგან ვიყავი ეგ დღემდე ვერ ამოხსენი, ყოველთვის მაგას ვიცახი რომ რა როგორ ეგ არ ვიცი, მაგრამ რაღაც თავისით ალბათ ტვინმა რაღაცა ჩართო არ ვიცი და ხო, რაღაც დამცველობითი ფუნქცია ერთვება ალბათ ეგრევე. მაგ დროს მაინც ის ხო არის შიში და ის, მაგრამ იყო რომ აი თითქოს აი ეს ვიყავი რომ აი რა. და ეს კონტროლის და კვლევების და ანალიზების პერიოდი 5 წელი გაგრძელდა, ხო? 2023-მდე ვიკეთე, ანუ ვიტარე რა ეგ გამოკვლევები რა. ეს დადიოდი თურქეთში გამოკვლევებზე თუ აქაც პირველი 2 წელი დავდიოდი მგონი რა. თუ 2.5 რაღაცა ეგრე და დანარჩენი აქ, ხო, 3 წელი დავდიოდი იქ და 2 წელი მე აქ გავაგრძელე რა. ხო, ანუ მეც სამწუხაროდ გამოვიარე ეგ ამბავი 3 წლის წინ დამიდგინდა. საბედნიეროდ გამოვიარე ეგ ამბავი. ხო, ორივე, მოდი ასე ვთქვა, სამწუხაროდაც და საბედნიეროდაც. საბედნიეროდ იმიტომ, რომ უფრო ძლიერდები, უფრო აფასებ ბევრ რაღაცას და უფრო რაღაცისთვის ხდება რა, მე რაღაცა ხო, რამე ეგრე დავინახე ეგ, რომ რაღაცაში მჭირდებოდა რა. და ესე ჩემში რომ დაუმჯდა რო არ დამიფიქრია მიმხვდა რო არ კიდეც რამდენი რაღაცისთვის მჭირდებოდა რა თურმე. რო ბევრი რაღაცაზე ისეთი აღარ იხარ, როგორიც ისეთები რაც აი ხო ხდები მარტო ჩემში კი არა, აი ისედაც რომ ну აი ეს ახლა უნდა მოგიყვე ძალიან ბევრი ისეთი რაღაცები რა მოკლედ აი ძალიან ბევრი რამისთვის აი ზუსტი სიტყვა არის რომ მჭირდებოდა გაიცანი როგორც მე ვიტყვი ჩემ თავზე მაგალითად ბევრი ადამიანიც გავიცანი იმიტომ რომ ძალიან ბევრი ადამიანი დამეხმარა ამ გზის გავლაში და აქედანაც მინდა რომ ყველას კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა გადაუხადო მე ყველგან მაგას სადაც მაგ ხოლმე საშუალება ვიცახი იმიტომ რომ ეს ძალიან დიდი რაღაცა ვერასდროს ვერ გადაუხდით და კი რა იმიტომ რომ რა მაგხელა ის გვერდში დგომა. ხო. იმიტომ რომ ჩემზეც იყო ეს თანხი შეგროვება და ამბები. ერთი ამბები გვაქვს გამოհულილი. კი, და აი ეს ქიმიები თან მგონია რომ ქიმიებიც გაიგეთე? კი. 16 ქიმია გავიკეთე. 16 როგორ? 16 ჯერ გადასხმა. ხო და რა 16 4 იყო რაღაც წითელი წამალი ორ კვირაში ერთხელ და დანარჩენი 12 იყო ყოველ კვირას, ანუ 5 შაბათობით ვიკეთებდი. იცი ერთი კვირა მთელი ყოველ დღე ვისხავდი. მართლა? ხო, მე 2 კვირა ვისვენებდი, მე კიდე ერთი კვირა ყოველ დღე ვისხავდი, თქვენი სამჯერ. არა, ეგრე არა. მე დაახლოებით ივნისიდან ნოემბრის 2022-ში. და ეხაც რა თქმა უნდა გავდივარ სულ, ხო. აქ თუ მიდიხარ. მივდივარ ხოლმე, კი. კიდე მიდიხარ, ხო? კი.
მაგრამ მეც ეგ გავაკეთე ის რა ქვია წამლები ქვიყიდე და მე აქ ვისხამდი, მაგრამ ოპერაცია და პირველი ქიმიაც იქ გავიკეთე. იქ ოპერაციას იქ გავიკეთე. კი, ოპერაციას იქ გავიკეთე. და მოკლედ აი ეს თან აი ვინ ეხა მაგალითად თმაზე რომ მიდგეს საქმე ძალიან განვიცდიდი ამ ამბავს რა. ეხა ვიღაცამ ხო შეიძლება. მე მითხრეს რომ არ დაგცვივდებაო. ეგეთ ქიმიას იკეთებ რომ არ დაგცვივდებაო და რომ დავამთავრე გაკეთება 2 თვეში დამცვივდა. მართლა? ალბათ ყველაზე სხვადასხვანაირად მოქმედებს. აი ეს წვერი მძრებოდა ესე და ხო და მე ეგ რომ მივხვდი რომ ისე მეთქი არ უნდა ნუ გადავიპარსე მე რა რომ ესე არ მეპუტა ქათამის რომ ხო არა ისეთი უცნაური ხო გატრუსა ხო იმიტომ რომ ის არის მაგას ჯობია გადაიპარსო მეც ეგრევე წავედი იცი რა ძალიან უცნაური შეგრძნება ახლა ესე რომ ისე ძალიან უცებ მეთქი თმა არ მომძროს და წავედი გადავიპარსე და რო იცი მაინც აი მე ხა არ ველოდებოდი ნათქვამი რო ქონდათ რომ არაოთ რომ არ მქონდა მაგაზე რომ აი მე თმა ეხა ეგ არ პროსტო მინდოდა რომ ცოდნოდა რა ამშვიდება თუ არა და არაო და მე აი ბაკურიანში ვიყავი და ესე რომ ვიჯექი და ხო ძალიან ცუდი შეგრძნება ხო მაგრამ მგონია რომ გოგოსთვის კიდე უფრო ის არის აი ძალიან რომ მითხრეს რომ აი დაგცვივდებაო ერთი გლოვა მაგრამ მე მართლა ბევრად კაი თმა და მე ხო იცი ბეუნებოდნენ რომ ვაიმე ოხე შენ ნახე როგორი კარგი და ხუჭუჭა თმა მოგივიდა მართლა ეგრე იყო მეთქი ეს ხალხი რა ეცნობა რა ხუჭუჭა მეთქი ცხოვრებაში არ მქონია ხუჭუჭა თმა ანუ როგორი ხუჭუჭა თმები ამოვიდეს ეხა ვეღარც ეხა რომ მომინდეს ვერ ვიხვევ წესი ეგეთივე დაგჭა მე არა მე გამისწორდა ჩვენ აი ბავშვს რომ ამოზდეს ხო იცი თავიდან ხუჭუჭა თმა ირას იგივე ბავშვის თმა არისო რა იმიტომ რომ მეც ამომივიდა გამიხარდა აუ მეთქი და ისევ აი ბავშვობაში რომ მქონდა ეგეთი და მე ისევ როგორიც მქონდა ეგეთი გამიხარდა ისევ აი ისევ ჩემი სწორი თმა უბრალოდ თავიდან იმიჯი შემიცვალე და მეთქი რატომაც არა ძალიანაც მომწონს და ყველაფერს და მოერგო რაღაცნაირად და უნდა იყო მოქნილი თორე თუ ხისტი ხარ და რაღაცა არეგუები რაღაცებს ესე ვერ გაკაჩავ რა მაგრამ კარგია რომ კარგად დამთავრდა ეს ამბავი და არასოდეს აღარ მივსულიყავით ექიმებთან იმიტომ რომ რავი ძალიან რთულია მაინც კი ბატონო ბოლოსკენ წავალთ ნელ-ნელა, ხო, ასევე რაღაცა მაინც რახან საჭმელს და კვებას უკავშირდებით, პატარა ის მაქვს ბლიც ინტერვიუს, ბლიც კითხვები მოკლედ რო ვთქვათ და აბა შენი აზრიც მაინტერესებს. სულ რამდენიმეა? ჩაქარა უპასო. აუცილებლად, აი და 5 წამში. ტკბილი თუ ცხარე? აუ, ტკბილი. გიყვარს. მაგრამ აი ბოლოს შემიყვარდა ისა ცხარეს საერთოდ ვერ ჭამდი და აი ძალიან შემიყვარდა რა აი ხანდახან ისე ცხარეს ჭამ რომ აი მამა გარს რა მაგრამ ტკბილს აი ხა რომ გადავხედე უფრო მეტ ტკბილს ჭამდა აი მაგიტო გიპასუხე თორე აი თანაბრად მიყვარს რა კაი იმიტომ რომ თან წონაში შენ არ გეტყობა დარწმუნებული ვარ დიდად და ხო და მეც მიყვარს ტკბილი, მაგრამ მაინც უკეთ აკონტროლოს ტკბილიც. შეიძლება აი ხა ძილში ვჭამო რა მე თუ მაგაიო გამეხუძოს შეიძლება რამე ტკბილი ვჭამო ხო. ჩაი თუ ყავა? ყავა. ბევრჯერ? ალბათ 1-6 ჭიქას. ხო, მე გულზე არ გირცხა. არა, გულზე. ჩაი უფრო კოფეინია იდეაში, მაგრამ ხო. არა რა, ჩემზე არ მოქმედებს. აი ღამეს ეხა რომ დავლიო ვერ დავიძინებ ხო აქ ეგ ბევრს რა და ეგ არა, ხო, მართალი. მეც არ მაქვს თუ ღამე დამილევი ყავა, ეს ვერ დავიძინებს გამო არ შემიკავებია თავი. კაი, ქართული თუ ევროპული კერძები? ქართული რა, გემრიელია უფრო ხო. კი, გეთახვები. ჭამა სახლში თუ გარეთ? ჭამა სახლში ახლა მე რომელი უფრო მომწონს თუ რა უფრო მიწევს? რომელი უფრო მოგწონს? გარეთ. რატო? უფრო კომფორტულია? სახლში. აი წარმოიდგინე სიტუაცია მოკლედ თავისუფალი დრო გაქვს სახლში ხარ და აი სახლში უფრო გირჩევნია თქვა ავდგები გავაკეთებ და ან თუნდაც ოკეი გამოიძახებ და თქვა სახლში შევჭამ ჩაუჯდები თუ ეგრე სახლში სახლში გირჩევნია ვიდრე აი გარეთ უფრო არა რაღაცა აი ხასიათზე რომელზეც ხარ ხანდახან პირ გარეთ მინდება რომ გავიდე და წამოსად ვევჭამოთ და ხანდახან პირიქით მოდი სახლში ვჭამოთ რა ალბათ ეს ეგ იქნება გამოძახება თუ გაკეთებაზეც ხო? ხო, გამოძახება და გაკეთება
გაკეთებაზეც ეგრე რა, ხანდახან პირიქით გაკეთების ხასიათზე თუ არ რაღაცა და მოდი ვცადოთ რაღაცა ის რაღაცა მაიუცებ თავში რაღაც მოგივა და დაიწყებ, ან პირიქით გააჩნია თუ რაღაც დაღლილი ისა ესა გამოიძახებ რა. ისე თუ ხასიათზე ხარ, მე უფრო გემრიელი და კაი გამოდის ის საჭმელი და აი ძალით რო აკეთებ რო გასაკეთებელია რაღაცა. აი აკეთებ რაღაცას მართლა ხორცების დროს. ხო. მაგრამ ნუ ხასიათის გამო ეტყობა მართლა გემოზე რა საჭმელს მერე. და ბოლოს შენი საყვარელი 3 კერძი ერთი ვიცით რომ ფალაფელი. ჩემი საყვარელი 3 კერძი ეხლა, ხო? ეხლა. აბა? არა, ხინკალი სხვათა შორის მიყვარს კი კარტოფილის და ყველის ხინკალი. კი. ძალიან კაი არის ეს ფალაფელი. ხუმუსი? ხუმუსიც ძალიან მიყვარს. აუე ბევრია სხვათა შორის არ არის ცოტა. აი რას გამოარჩევდი მაინც, აი ფალაფელი ერთი რაც უცებ გაგახსენდა. მაინც აი სულ ბავშვობიდან რაც აი კარტოფილი და სალათა და ყველი, აი ზაფხულის საჭმელს არაფერი არ მირჩევი. აი მაგ ეგ შემიძლია ვჭამოს სულ რა. და რა კაი ეს ზაფხული მართლა გამარტივია ეგრე. კარტოფილი, სალათა, ყველი, ტყემალი, თონის პური შო. და ზამთარში ოღონდ მაგას ვერ შვები. ხო, ზამთარში ერთი გემრიელი ვერა, პომიდორსაც უკვე. ხო, და ეს არ მინდა დამავიწყდეს ერთს კითხავ, უკან გადავახვევ. აი რომ ვილაპარაკეთ პროექტებზე, ასევე მინდა შევეხო აი ამ ინსტაგრამის თემასაც რა, რომ ინფლუენსერობა. ხო, ანუ ნახე შენს და სხვაებიც ადამიანები რომლებიც შეიძლება აი როგორც იგივე მაგალითად სხვა სერიალებში თვალყის ვადევნებდი ტელევიზორში ჩან, აი ბევრმა გადაინაცვლა ინსტაგრამზე და აი ამ პროექტებზე მუშაობენ. ეხლა რომ აი თქვა იმის რეკლამა, ამის რეკლამა, შენ შემთხვევაში ეხლა რა ხდება ამ მიმართულებით და ინსტაგრამის აქტიურად ვარ მაგალებში ჩართული კი, იმიტომ რომ ისე ვარ რა, თანამშრომლობ ბევრ კომპანიასთან ისე აქტიურად რა. და ერთ-ერთი ნუ აი შემოსავლის წყარო ერთ-ერთი თუ ერთ-ერთი მთავარი შეიძლება ითქვას. თავარი შეიძლება ითქვას კი ამ ეტაპზე შეიძლება ითქვას ხო რა. და ანუ აღმოჩნდა რომ შეიძლება სამსახიობოდან შემოსულ თანხას გადააჭარბოს და უფრო კარგადაც თავისუფლად საქართველოში კი საქართველოში საზღვარგარეთაც ძალიან ბევრი არა რამე ეგეთ პროექტში რო იყო სადმე აი რამე რომელიმე აიღე აი რომელიმე ეგეთ მაგხელა სერიალში ან ფილმში მონაწილეობა რომ მიიღო საზღვარგარეთ და საქართველოში ხო, უფრო გასწონო, ხო. აი როგორ გასწავლებს გაძლევს იცი, აიც ბრავი სპილო და ჭიანჭველა. ეს პრობლემა არის ახლა შენთვის, შენი აზრით ახლა ეს. პრობლემა არის ეგ ზოგადად ხო, მაგრამ ჩვენთან ანუ მართლა ეგრე არის, აღარ გამოსწორდა ეგ არასდროზე პროექტი რო იწერება, ბოლოს წერია მსახიობი რა. და ოპერატორი ლოკაცია ისა ყველაფერი რა გვჭირდება იქ ის გვჭირდება აქ ეს გვჭირდება და იმას მოვიყვანთ რა. რა იმედი მაქვს რომ ეგ ყველაფერი შეიძლება უკეთესობისგან. აზრზე მოდით, გეუბნებით აქედან კიდევ ერთხელ. იმიტომ რომ ძალიან დასაფასებელი და ძალიან მნიშვნელოვანი ადამიანები ხართ. და ესე არ შეიძლება დიდი ხანი იყო ესე გრძელდებოდა და რაღაცა უნდა შეიცვალოს მეც ესე ვფიქრობ რა. არა, ნუ ზოგადად ეგრეა რა, თვითონ ხო, ნუ მოკლედ აქ ჩამოდიან ხო ის სხვა ქვეყნებიდან ჩვენთან ჩამოდიან რომ იაფად გადაიღონ რაღაცეები კლიპი და სერიალი და ის იციან რომ წავედით ასლარად გადავიღებთ და ჩამოდიან და აქ იღებენ რა. ხო, მოკლედ და ესენიც შალიჩობენ რომ აცადონ რომ ესე იაფად გადააღე. მოდი კი კაცო ჩვენ ყავს 100 ლარიანი არა 50-იანი კი და მოდი და იცი რა არის სამწუხარო რომ ეგეთ ხელს ასე ვთქვათ სული შოვი და ძალიან ბევრ სფეროში მე გაფუჭებული აქვს სახელი ამა თუ იმ სფეროს წარმომადგენელს რომ აი მაგალითად არ ვიცი აი ფოტოგრაფი სიტყვაზე ავიღოთ აი რაღაცას თუ 1000 ლარად მოიცა კაცო 500 ლარადაც ვნახავ და ანუ მე ფუჭდება რომ აი ისიც გადამიღებს კაცო 500 ლარად და ეგ ხო არ არის ეგენი აფუჭებენ რა პალაჟენიას ანუ ეგრე ხო ლარადაც ვიღაცა ის ფოტოსესია რა 70 ლარად და 50 ლარადო ეხა და აი შენ მე მეძვირე გამოდიხარ ხო მაგრამ ეხა ხო საბოლოო ჯამში რა გინდა არ გინდა ხარისხი იდება და მე მაინც და თვალ წინ გექნება ეგ ხარისხი და ხო და მიხვდები რა და ეხა ანუ რა 20 ლარად დაღებულიც და კაია ხო ნუ ყველაფერს თავის მომხმარებელი ყავს კი ბატონო
კარგი, მახარ, ძალიან დიდი მადლობა. კიდევ ერთხელ იმედია მოგეწონა ჩემთან პოდკასტი და დიდი მადლობა რომ პირველი ეპიზოდის სტუმარი იყავი. მინდა ძალიან ბევრი წარმატება გისურვო და კიდევ შევხვდებით იმედია. მადლობა, მე რო პირველი სტუმარი აღმოჩნდი და რავი, მე ძალიან მესიამოვნა გავაგრძელებდი კიდე დიდი ხანია. ძალიან მიხარია. ლაპარაკს წარმატებას გისურვებ და წარმატებები შენც. შეგახსენებთ რომ ჩვენი სტუმარი იყო გიორგი მახარაძე და კიდევ ერთხელ გთხოვთ რომ გამოიწეროთ ჩემი YouTube არხი, დაალაიქოთ, დააკომენტაროთ და ასევე თუ მოგეწონათ ეს პოდკასტი, დონაციის ლინკი იქნება აღწერაში და შეგიძლიათ ნახოთ დეტალები ყველას წინასწარ. ძალიან დიდი მადლობა. აუცილებლად დამიკომენტარეთ კიდევ ვინ შეიძლებოდა რომ ყოფილიყო ჩვენი პოდკასტის სტუმარი, ასევე თქვენი რჩევები, ყველაფერს გავითვალისწინებ აუცილებლად და შემდგომ კვირამდე გემშვიდობები დროებით.